ზღვის ძუძუმწოვრების დაცვის საერთაშორისო დღე, ცნობილი როგორც ვეშაპების დღე, ყოველწლიურად 19 თებერვალს აღინიშნება. ეს თარიღი 1986 წლიდან არსებობს და მიზნად ისახავს ვეშაპების, დელფინებისა და სხვა ზღვის ძუძუმწოვრების დაცვის აუცილებლობაზე ყურადღების გამახვილებას. დღეს მსოფლიოში ზღვის ძუძუმწოვრების დაახლოებით 120-მდე სახეობა გვხვდება, რომელთა დიდი ნაწილი გადაშენების საფრთხის წინაშე დგას. მათ არსებობას საფრთხეს უქმნის უკანონო ნადირობა, ზღვის დაბინძურება, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი ჰაბიტატის განადგურება. დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ზღვის ეკოსისტემის დაცვა მხოლოდ გარემოს დაცვითი საკითხი არ არის. ეს პირდაპირ უკავშირდება ბუნებრივ ბალანსს, ბიომრავალფეროვნებას და ადამიანის უსაფრთხო მომავალს. ამ თემაზე ვისაუბრებთ მეთევზეობისა და აკვაკულტურის სამმართველოს უფროსთან ბატონ რამაზ მიქელაძესთან ერთად, რომელიც უკვე სტუდიაშია. დილომშვიდობისა ბატონ რამაზ. დავიწყოთ საუბარი ზოგადად რამდენად აქტუალურია ზღვის ძუძუმწოვრების დაცვის საკითხი დღეს მსოფლიო მასშტაბით. პირველ რიგში მე სალამი თქვენს მაყურებელს. მნიშვნელოვანი დღეა იმ ხრივ, რომ დღეს აქცენტირდება განსაკუთრებით ძუძუმწოვრებზე, ასე ვთქვათ, მათ მნიშვნელობაზე ყურადღება. აქტუალურია საკმაოდ საკითხი, იმიტომ რომ ფაქტობრივად ძუძუმწოვრები არიან ყველა იერარქიით ყველაზე მაღლა, გააზრებულ ცხოვრებებთან გაიგივებული არ და ერთგვარად ჩვენი ჰუმანურობის ტესტიც არის, ასე ვთქვათ, გარემოს როგორ ვექცევთ, ხო? ადამიანს უწევს გააზრებულ ადამიანს ყოველ შემთხვევაში იმის დამტკიცება, რომ ის არ არის პავლებელი დედამიწაზე. აქედან გამომდინარე, რა ვიცი, უფრო ძუძუმწოვრების დაცვა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე, ვთქვათ, გამორჩეული დაცვის თემად. არ არის ორდინარულად საქმე, მიუხედავად იმისა, რომ 96 წელს მაგალითად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გამოცხადებული იყო მორატორიუმი კომისიამის გააკეთა, ჯერჯერობით არის სახელმწიფო დღესაც, რომელიც მოიპოვებენ სამრეწველო ძუძუმწოვრებს. აი როგორ გითხრათ, არის სახელმწიფოები, რომელსაც კულტურაშიც კი აქვს ძუძუმწოვრების მოპოვება. ძირითადად ვეშაპისებთან მოპოვება, ზოლიან ვეშაპებზე, მაგალითად, იაპონია ყოველწლიურად კვოტა აქვს 431 ერთეულის მოპოვება ამ ვეშაპისებთან და როგორც წესი ამ კვოტას ასრულებს ყოველწლიურად. ამას რა იცით, სწორია ეს, არასწორია, აქ მთელი თავისი ისტორია აქვს ამას, ის რომ იაპონიის კულტურაში მაგალითად და თქვით გადარჩენის კუნძულოვანი სახელმწიფოა, ხო, მაგალითად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გარკვეული პერიოდი იყო შიმშილი და ვეშაპისებრებმა გადაარჩინეს იაპონია შიმშილისგან. ეს კი არა და თვით საკუთრებრივ ამერიკელებიც კი დაეხმარნენ იმაში, რომ ფლოტს ქონოდა საშუალება მოიპოვებინა დიდი რაოდენობით ვეშაპები. ანუ გარკვეული ობიექტური სარჩულიც ქონდა ამას, ეთქვარად. თუმცა იაპონელებმა იმ კომისიიდან, რომელმაც მიიღო მონიტორინგის გადაწყვეტილება მორატორიუმი გამოაცხადა, იქ და გამოვიდნენ 2019 წელს იაპონელები და თქვენ ესეთი რამ, რომ ჩვენ მოიპოვებთ ვეშაპებს მხოლოდ ჩვენს აკვატორიაში, ანუ საკუთარი ეკონომიური წყლების გარეთ არ გადიან, იურიდიულად ეს ეთქვარად ასე გაფორმდა, რომ მათ დამოუკიდებლობის ფორმატში შეუძლიათ აწარმოოთ თავისი ისტორიული, ასე ვთქვათ, მოთხოვნები და აიკმაყოფილონ. ასევე არის რამოდენიმე სახელმწიფო, ისლანდია, იქ თუ არ ვცდები, ნორვეგიაც, ასე ვთქვათ, ხელიურევია გარკვეულწილად ძუძუმწოვრებთან მოპოვების, მაგრამ ზოგადად ტენდენცია მსოფლიოში არის იმისკენ, რომ ძუძუმწოვრები არის დაცული სახეობები, წითელ ნუსხაში არის ჩვენთან მაგალითად სულ სამი სახეობის დელფინი გვყავს, არის ნაპალინა, იგივე ცხვირბოთლას უძახიან ესე დელფინი, გვყავს თეთრგვერდა დელფინი ჩვეულებრივი და გვყავს ზღვის ღორს ესე უძახიან ფოცენა, რომელიც არ არის მანდამაც კარგ მდგომარეობაში, ყველაზე დიდი გავლენა ამ პატარა დელფინზე მოდის, რატო? იმიტომ რომ იმ გავლენათა ფაქტორების ჩამონათვალიდან, რაც თქვენ ჩამოთვალეთ უკვე და თქვით, რომ ამ შემთხვევაში რეწვა დიდ გავლენას ახდენს, თევზრეწვა და არა დელფინების რეწვა. ანუ როგორც თანჭერილში ისე ხდება ეს განსაკუთრებით სახვარ ტიპის ბანდეებში და პლუს დაბინძურება, რა თქმა უნდა, ჩარზღვა, შიგაზღვა და არსებობს დამბინძურებელი ელემენტები, რომელიც სამწუხაროდ სხვაში ხდება და შესაძლებელი ამ ელემენტებთან იყოს ისეთები, რომელიც განსაკუთრებულ მამლეზე გავლენას ახდენს წყლის ცხოველებზე, განსაკუთრებით დელფინებზეც, ხო? ეს არის ერთგვარი გამოწვევა, თუმცა ყველაზე დიდი გამოწვევა მაინც საინტერესო კლიმატის ცვლილება, პლასტმასი თუ აი უკანონო თევზი, ყველაფერი ერთად მუშაობს. რა იცით, პატარა კომპაქტური ზღვა გვაქვს, შეიძლება ჩვენთვის დიდი სივრცე დიდი იყოს აქედან და თქვათ უკრაინამდე, აი გადაღმართვა არ ხოთ ესე პირდაპირ დიაგონალზე, ხო, მაგრამ დელფინისთვის ეს დიდი სივრცე არა. ეგ კი არა და მე მახსოვს შავზღვის აკობამსი არის ესეთი ორგანიზაცია, რომელიც სოფლიოში აკონტროლებს დელფინებს, ხშირად ეს კონვენცია აკომამსი და ამ კონვენციის ფარგლებში ხშირად ხდება შეხვედრები, სადაც ითქვა, რომ უნდა დათვლათ თუნდაც აი სახეობების დათვლა უბრალოდ დელფინების შავზღვაში. ესეც კი პრობლემაა, იმიტომ რომ ერთდროულად უნდა მოხდეს ყველა სახელმწიფოში რა. ზუსტად აი მონაცემ დღესაც არის. თუმცა არის თანამედროვე, არის ჰიდროფონები, არის თანამედროვე საშუალებები იმის, რომ მოხდეს ერთგვარად
თქვა დრონების საშუალებით, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების სკანერება და იმის რაოდენობის დადგენა. თეთრგვერდა დელფინის პრობლემა შავუაში არ არის, აფალინა არ არის, იმიტომ რომ მის რაოდენობა დინამიკა წლის განმავლობაში მერყები კია პერიოდის განმავლობაში, მაგრამ მაინც სტაბილურია. აი პოცენას პრობლემა გვაქვს, იმიტომ რომ სანაპირო დელფინია და ძალიან ხშირად იხლართება, უფრო მოწყვლადია ბადეების მიმართ, იოლად იხლართება, მე პირადად მინახია შემთხვევით ტანჯერში მოხვედრილი, ერთ ბადეში მოხვედრილი 6 დელფინი რა. და პრობლემა იმაშია, რომ თვითონ შეიძლება ბადე უშუალოდ არ კლავდეს, მაგრამ ის იხჭობა უბრალოდ რა. ხანძრი პერიოდის განმავლობაში თუ ვერ ამოვიდა ზედაპირზე და ჰაერი ვერ მიიღო, სასუნთქად ის ცხადია იხჭობა. და ეს განაპირობებს ხშირ შემთხვევაში მათ სიკვდილიანობას, მათ შორის ბადეებს. თუმცა მართალი გითხრა, ბოლო პერიოდში გამორიყვება იკლო, ჩვენ ვაწარმოებთ გამორიყვების მონიტორინგს და ვაწარმოებთ, ასე ვთქვათ, როგორია წლევანდელი სტატისტიკა? უკეთესია, თუმცა როგორ აიცით, როცა ვამბობთ, რომ ჩვენ დელფინების სიკვდილიანობის რაღაც მაჩვენებელს ვითვლით, ჯერ უნდა ვიცოდეთ პირველ წყალს, რამდენია საერთოდ. და იქიდან გამომდინარე უნდა გავაგებინებთ, ხო? თუ გამორიყვება იკლო ესრულებთ არ ნიშნავს, რომ დელფინების რაოდენობა მოიბადა, ხო? თუმცა გვაქვს ჩვენ სკოლის მოსწავლეებს ქონდა ერთ-ერთი პროექტი ჩართული, მთელს ზღვის ჩვენ სანაპიროზე, აი გონიოს დაწყებული ბათუმი, კობულეთის დანაკლის სკოლები და ყოველ დღეში გადიოდნენ, დელფინებს ითვლიდნენ და შემდეგ ჩვენ მონაცემებს გვაძლევდნენ, თან ბავშვებიც ერთობოდნენ, თან სამეცნიერო კვლევებშიც თქვა მონაწილეებდნენ და ამ მხრივ მდგომარეობა გითხრათ, არ არის ძალიან საგანგაშო ისეთი რომ აი მოითხოვდა დელფინი არ გვიყოლება ზღვაში, ეგეთი არ არის, თუმცა კიდე ერთი რომ პრობლემები ნამდვილად არის. ზოგადად რას მოიცავს რეგულაციები, საერთაშორისო რეგულაციები და ამ შემთხვევაში რა ვალდებულებები ეკისრება საქართველოს? საქართველოში დელფინების რეწვა აკრძალულია სრულად. ისინი შედიან წითელ ნუსხაში, შეტანილია წითელ ნუსხაში, თეთრგვერდა არ არის შეტანილი, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მისი რეწვა შეიძლება, ანუ ისიც აკრძალულია, მისი რეწვაც აკრძალულია, პირდაპირ არის ძალიან მაღალი ჯარიმები, აი მაგალითად აფალინაზე, აფალინარულ შემთხვევით მოყვეს ან თუნდაც მოყვეს მისი სიკვდილიანობა 50,000 ლარამდე ადის ჯარიმა. ხოძიანი პლუს ამას ემატება ჯარიმა და სისხლის სამართლებელი პასუხისმგებლობაც კი რიგ შემთხვევაში თუ ეს აკრძალვის პერიოდში ზოგადად რამდენად ხშირია ეს შემთხვევები, როცა დელფინები ან მაგალითად სხვა სახეობები თევზჭერბადეებში ხვდებიან ხოლმე და უკანონო თევზჭერა. რა იცით, განმიზნული ჭერა ამის არ ხდება. ძალიან მნიშვნელოვანი რა იცით, როდესაც პიროვნებაზე იურიდიულად დებდი მას რაღაც მოქმედებისთვის, მისი ბრალი უნდა იყოს, ხო? ანუ თუ არ ხდება, თუ პიროვნებას არ უნდა დელფინი არაფერში, ანუ თუ მას არ ჭირდება მისგან კონი დელფინის, არ ჭირდება მისგან თქვა ხორცი, ან მის ინტერესი ამაში არა, აქ რთულია ის გამოკვეთო და თქვა რომ ის განმიზნულად ამას აკეთებდა. ანუ ბრაკონიერობა როგორც კლასიკური გაგებით დელფინების მიმართ ჩვენთან არ არის. გამიგეთ? იყო რაღაც, ცხადია, მაგალითად მე-20 საუკუნის შუა წლებში გეგმაც კი იყო დელფინების ჭერის, აი კომუნისტების დროს იყო სპეციალური გაერთიანებები მეთოდთა, რომელიც აბარებდნენ დელფინის კონს, იღებდნენ სხვა იქ შინაგან ორგანოებსაც ეყენებდნენ საკვებად და ბოლო 66 წელს საბჭოთა კავშირმა სხვადასხვა ძალიან ადრე მიიღო დელფინების აკრძალვა, 66 წელს მიიღო სრული აკრძალვა დელფინების, ანუ ყოველგვარი ვეშაპისებრთა მოპოვება საბჭოთა კავშირში იგრძელებოდა. ეს ცოტა გასაკვირიც კი იყო, იმიტომ რომ აი იმდროინდელი თქვა მენტალიტეტი და თქვა დამოკიდებულება გარემოსთან ცოტა სხვა იყო, თუმცა აი დელფინების შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული იყო ძალიან მკაცრი და იმ შემდეგ ფაქტობრივად დელფინების რეწვა ჩვენთან სპეციალური რეწვა არ მიმდინარეობს. ზოგადად ადამიანებს რიგით მოქალაქეებს გვავიწყდება, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაცაა ეკოსისტემის დაცვა. ამ შემთხვევაში რა შეუძლია გააკეთოს რიგით მოქალაქეს, რომ მისი წვლილი შეიტანოს ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ეს ხო ჯაჭვური რეაქცია, ყველაფერი ერთი მეორეს უკავშირდება. ამ შემთხვევაში ჩვენი მოვალეობა რა არის, როგორც რიგითი მოქალაქეების? სხვა მხრივ თუ გვაკლია ცოტა, არ ვიცი, ჰუმანიზმი, ცოტა მაღალი მოქალაქეური პასუხისმგებლობა და ასე შემდეგ, დელფინებთან მიმართებაში ეს არ არის. ყველას უყვარს დელფინი რა. ანუ მქონია შემთხვევა, როდესაც ყოფილა გამორიყვის ფაქტი, დარეკეს, მივედით ადგილზე დელფინს ქონდა დაზიანება და მავად იყო და ასე შემდეგ. და აი სანამ აი სამუშაოებს ვატარებთ იმისათვის, რომ ამ დელფინს მიგვიხედა, იქ ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან ისეთი არტებული ენთუზიაზმით გიჭერდა მხარს, გითხრა მანქანა გინდათ მოგდაგახმართ, გინდა ეს დაგახმართ, გინდა რატო არ აკეთებთ, აი ძალიან ისე. ანუ დელფინების მიმართ სიყვარული ძალიან მაღალია საზოგადოებაში და რომ ვთქვათ, რომ მათი ინფორმირებულობის დონე ამ მხრივ მცირეა თქო, ნამდვილად ამას ვერ ვიტყვი. თვითონაც ინტერესდებიან ხშირ შემთხვევაში ესე. ცხადია, დელფინების ტოტალურ კვლევას სჭირდება საკმაოდ დიდი რესურსი. რა, მოდი ასე ვთქვათ, ნებისმიერი სამეცნიერო კვლევა თუ გინდათ მით უმეტეს მასშტაბური გააკეთო, სჭირდება ძალიან დიდი რესურსი. ჩვენ გვაქვს ის
სერიოზული და დღეს დელფინების მონიტორინგსაც ვაკეთებთ, ვითარდებით კიდევაც და მომავალში ალბათ კიდევ უფრო მეც გავაკეთებთ, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ შავი ზღვა არის 6 ქვეყანა. ჩვენი გაწეული ჩვენს სეგმენტზე, ასე თქვა და ჩვენს ლოკაციაში გაწეული ცალკეული ძალისხმევა საერთო სურათზე ზეგავლენას ვერ მოახდენს და ამიტომ საჭიროა კონსოლიდაცია და კონსოლიდირებულად კვლევის ჩატარება და ერთიანი სურათის დადება, შემდეგ ერთიანი პრევენციული ან თუნდაც რაიმე პროფილაქტიკური ღონისძიებების წარმოება, ხო? ანუ ჩვენ მარტო მაგალითად ჩვენ რო დავიცვათ ჩვენს მხარეს დელფინი უბრალოდ გადაცურავს ჩვენი მხრიდან იქ და იქ შეიძლება მოხდეს თურქეთში ბადეში და ამიტომ მნიშვნელოვანია ერთგვარად აქ სინქრონიზაცია თუნდა დაარქვით ამას ან ინტერკალიბრაციაში რაც სიტყვას ვიყენებთ სამეცნიერო კვლევაში ესეთი რამ რომ მოხდეს ეფექტური იყოს ეს ყველაფერი. ამაზე მუშაობს შავიზღვისპირა ქვეყნები ჩვენ გვაქვს ხმელთაშუაზღვისპირა კომისიაში ხდება ამის განხილვა მათ შორის დელფინების ერთეულ პროექტებში დელფინებზე თანჭერილზე ყურადღება გამახვილებული არის თუმცა რო გითხრათ რომ ახლა ტოტალური კვლევის ფორმატში ჯერჯერობით ის წესრიგში ეს საკითხი არ დგას მაგრამ დარწმუნებული ვარ დადგება აუცილებლად უახლოეს პერიოდში და აი როგორც კი დადგება და როგორც კი ის პრობლემებიც მოგვარდება, რომელიც ჩაზღვაში სამწუხაროდ არის ესა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რომელიც არ იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ სამეცნიერო კვლევები თელს საკვანტურაში ვატაროთ, ეს შეუძლებელია ამ ფორმატში ვთქვათ მუშაობა. ამიტომაც ეს ყველაფერი უნდა მოგვარდეს, რომ შესაძლებლობა მოგვეცეს უბრალოდ, რომ მეტი ყურადღება მივაქციოთ ამ საკითხს. კი ბატონო და აი რა გეგმები აქვს სამმართველოს უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით? გარემოს ეროვნული სააგენტოს ნაწილია ჩვენი მეთევზეობის და აკვაკულტურის სამმართველო, ჩვენ გვაქვს გეგმიურად ეს სტრატეგიულად გაწერილი, ამ ეტაპზე ჩვენ ვაწარმოებთ მხოლოდ მონიტორინგ გამორიყვების, ანუ ვიღებთ ინფორმაციას სად შეიძლება დელფინის შექმნას პრობლემას და რატომ და აქედან გამომდინარე შეიძლება შემდეგში დავდო რაიმე განსაკუთრებული ექსცესი ისე რომ აი ეპიდემია თქვა დელფინების მასობრივი მოპოვება შემთხვევითი თუნდაც სამრეწველო იარაღებში ამ ბოლო პერიოდში არ დაფიქსირებულა გამორიყვები იყო საკმაოდ ინტენსიური 2-3 წლის წინ მათი რაოდენობა პრინციპში ბოლო პერიოდში შემცირდა 2023 ხო ნუ იყო რაღაც სოციალურ ქსელშიც ხდებოდა ხო იყო სოციალურ ქსელშიც იყო იქ ნუ კიდევ რთულია ამის კვლევაც იცით რა დელფინი როგორც წესი დელფინს როცა ჩვენ ვიღებთ ამას ჭირდება ძალიან სპეციალური ტექნიკა, აი როდესაც გამორიყვული დელფინია და უკვე გაფუჭებულია თვითონ მიკრობიოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს და ხშირ შემთხვევაში ძალიან გაფუჭებული თუა ანალიზის პრობლემაცაა, რომელიც გეტყვით დაახლოებით 1 წლის ჰქონდა გეგმაში საერთაშორისო პროექტი შეიძლება ყოფილიყო ჩვენთან დელფინებთან ქსოვილების ბანკის. აი ესო გაკეთებულიყო თავის დროზე გეგმაში იყო, მაგრამ სამწუხაროდ დონორმა შემდგომში პადუაში არის ესეთი ქსოვილების ბანკი და იქ იღება სპეციალურად გამორიყვული დელფინების ან ქსოვილები, ინახება და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება საერთაშორისო მეცნიერებს კი ჩამოვიდეს და შეისწავლოს და კონკრეტული დასკვნა დადოს. რა თქმა უნდა, ძალისხმევა ამ ხრივ შეიძლება აკრეს სამეცნიერო კვლევით საქმეს. მაგრამ კიდე ერთ შევამბეს, ძალიან ზვირიანი საქმე ეს ფაქტობრივად ამ კონსოლიდირების გარეშე საერთაშორისო კონსოლიდირების გარეშე შეუძლებელია და როგორც კი გეიცება საქართველოს კარგი რა იცით ვითარდებით სამეცნიერო კვლევით კუთხით ყველა მიმართულებით მეთევზეობის კვლევების მიმართულებით და თუნდაც გარემოს კომპონენტების შესწავლის მიმართულებით და დელფინების გარემოს ზღვაა და თუ ზღვაში ნორმალურადაა ყველაფერი ერთგვარად მათთვის ნორმალური გარემოა ხო საკვები რამდენი აქვს ანუ თევზი თუ შეისწავლე გვეცოდინება რომ აქაც ნორმალური მდგომარეობა და საკვები დელფინის საკმარისია და ასე შემდეგ ეს მულტიკომპონენტური შესწავლა მთლიანობაში ყველა კომპონენტის დღეს უკვე აი ძალიან განვითარდით როგორ გითხრათ რა აი 2017-18 წლიდან დღემდე რო ავიღოთ ну წარმოუდგენლად განვითარდით ამ კვლევებში და კიდე წინ მივდივართ. მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგია ახალგაზრდოს ჩვენ ადამიანების სულ პრობლემას ქონდა სერიოზული. ანუ ყოველ კონკრეტულ საკითხს ნებისმიერ კომპონენტს, საზღვაო კომპონენტს ჭირდება სპეციალისტი, მომზადებული სპეციალურად ამ კომპონენტის შესასწავლად. და დღეს მინდა სიამაყედ განვაცხადო რომ ჩვენი გარემოს ეროვნული სააგენტოს ჩვენი ოფისი და ახალგაზრდებით უკვე შეივსო იმდენად ანთებული ახალგაზრდებით, რომელიც ძალიან მოლოდებულნი არიან ამ საკითხების შესწავლაში. ანუ პერსპექტივაში დადებითად უყურებ ასე ვთქვა. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ. ჩვენი სტუმარი იყო რამაზ მიქელაძე, მეთევზეობისა და აკვაკულტურის სამმართველოს უფროსი. საუბრობდით მგონი ყველასთვის საყვარელ დელფინებზე და ზოგადად შავი ზღვის ეკოსისტემის მდგომარეობაზე.